გიორგი თარგამაძე დღეს რუსთაველებს შეხვდა და წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო ქრისტიან დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრის მიმდინარეობისას ის პრობლემები მოისმინა, რაც რუსთაველებს აწუხებთ. პარალელურად ქრისტიან დემოკრატები აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდისა და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. ქართული ენერგეტიკა უნდა ჩადგეს ქართული ეკონომიკის, ქართული წარმოების, ქართული ხალხის სამსახურში. გულისხმობდით ზუსტად იმ პრობლემებს, რაზეც დღესაც ამ მთავრობის პირობებშიც გვიწევს საუბარი. როცა საუბარია ხუდონ ხესის მშენებლობაზე, ისე რომ სახელმწიფო, ქართული ეკონომიკა, ჩვეულებრივი ადამიანები, ტარიფის შემცირების კუთხით, ენერგეტიკული რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით ფაქტობრივად არაფერს იღებს. და ამის შედეგი არის ამდენი უმუშევარი, მათ შორის რუსთავში და მთელ საქართველოში. გიორგი თარგამაძეს ყოველთვის უჭერდი მხარს, მეც და ჩემი ახლობლებიც. მე ვთვლი, რომ გიორგი თარგამაძე არის ყველაზე მოწესრიგებული პიროვნება პოლიტიკაში, რასაც დღეს ვხედავ და ადრეც. უწესრიგესი პიროვნება, ოჯახი, რომელიც მისდევს ჩვენ ტრადიციებს, რაც ყველაზე მე ვფიქრობ, რომ საჭიროა საქართველოსთვის.